დამოკიდებულება მეგობრებო, ყველაზე მაგრად ერთ რამეში გვატყუებს, რომ პრობლემა ნივთიერებაშია და არა დამოკიდებულებაში. დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სააფთიაქო ნარკოტიკებთან, ფსიქოტროპულაბებთან, რაც არის მაგალითად პრეგაბალინი, იგივე ლირიკა, გაბაგამა, ბაკლოფენი, ბაკლოსანი, ბენზოს ჯგუფის ნარკოტიკები, ხო, რაც არის, დიაზეპამი, კლონაზეპამი, ეს ყველა ნაგავი და ეს კვლელი პრეპარატები. სამწუხაროდ ამ პრეპარატებთან ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ალბათ დაახლოებით 2010 წელს გავსინჯი ალბათ პირველად სააფთიაქო ნარკოტიკები. ვინც ახლა მისმენს მომხმარებელი და ვინც მაგ დროს მოიხმარდა 2010 წელს ნარკოტიკს, ალბათ ქუჩაშიც გაიგებდა მერაბიშვილის დიეტას ეძახდნენ მაშინ მომხმარებლები და მაშინ ვარო მერაბიშვილი იყო შსს მინისტრი და ფაქტიურად ნარკოტიკი აღარ იყო რა ქუჩაში, მხოლოდ იყო კრაკადილი, ვინტი და იყო დარჩენილი ეს სააფთიაქო ნარკომანია რა, ეს ფსიქოტროპული აბები, ფსიქოტროპული აფთიაქები. და თითქოს როგორ იყო ხო რაღაც უწყინარი, მიდიხარ აფთიაქში, ყიდულობ რაღაც აბს, როდესაც სუდად ხარ და რა შეგეხმარება, გიხსნის შფოთს, შიშს, სტრესს, თითქოს რაღაც ლომკასაც. მაგრამ მეგობრებო, ეგ ძალიან დიდი ტყუილია. ეგ როგორი რაღაც არის, იცი, აი, როდესაც იხრჩობი სხვაში და ვინმემ რო გადმოგიგდოს სამაშველო რგოლი ვიზუალურად, ოღონდ რო იყოს რკინის სამაშველო რგოლი, რომელიც ფსკერზე ჩაგიყვანს. დამიჯერეთ მეგობრებო, დღეს ვინც აგდებს ნარკოტიკს და თითქოს ცდილობთ ამ პრეპარატებით გადააგდოთ, არ გამოდის რა და აგეხსნათ რატომაც არ გამოდის. ტვინში არის გაბა რეცეპტორები, ეგეთი რეცეპტორებია ტვინში, რომელიც ეხმარება ადამიანს მოიპოვოს ბუნებრივად სიმშვიდე, მოეხსნა შფოთი, ეხმარება მოკლედ რაღაც სტრესის გამკლავებაში. როდესაც თქვენ იწყებთ ამ პრეპარატების მიღებას, ზუსტად იგივე რეცეპტორებზე რეაგირებს, მოქმედებს და მანიპულირებს ეგ პრეპარატებიც. ოღონდ შემდეგ რა ხდება, მოკლედ ტვინი წვეც უკვე ბუნებრივად, ანუ არ შეუძლია ბუნებრივად ვეღარ გეხმარებათ რომ დაიმშვიდოთ, თავი მოიხსნა შფოთი და ხდება ამ სუროგატებზე უკვე დამოკიდებული და რა იწყება შემდეგ, რომ თუ არსვა მოკლედ პრეპარატს, ხარ გაღიზიანებული, გაქვს რაღაც შიში არარეალური, ანუ რაღაცის გეშინია, ოღონდ ვერ ხსნი რა, რისი გეშინი, რაღაც მოლოდინი გაქვს სულ რომ რაღაცა ცუდი მოხდება. ასევე ვერ იძინებს საღამოს და დამიჯერეთ მეგობრებო, ბევრი ვინც გადააგდო მოკლედ ნარკოტიკი ამ ფსიქოტროპული აბებით, შემდეგ ისევ იმ ნარკოტიკზე დაბრუნდა, რასაც ადრე მოიხმარდა და რატომ იცით? იმხელად კივილი განიცადეს ემოციური და ისეთ სუდად აღმოჩნდნენ, რომ ისევ ძველი ნარკოტიკის მოხმარება დაიწყეს. მაგრამ ყველაზე ტრაგედია ის არის და ირონია, რომ უკვე როდესაც ძველ ნარკოტიკს უბრუნდები, ეს ნარკოტიკი, ეს ფსიქოტროპული აბები ხელს არ გიშვები, მაინც სუდად ხარ. მე მახსოვს ბერლინში ვიყავი და რა ნარკოტიკსაც მოვიხმარდი, მახსოვს ვიყიდე, მოვიხმარე და ძალიან სუდად ვიყავი. და ტვინი მეუბნებოდა, რომ აი ეს პრეპარატიც გჭირდება, პრეგაბალინი. და წავედი და ეს პრეპარატიც ვიყიდე, რომ უბრალოდ კარგად გამختارიყავი. და პლუს დეტოქსზე რომ მოვხდი კლინიკაში და დავიწყე გამოჯამთელება, ცალკე ამ პრეპარატზე მკურნალობდნენ და ცალკე მეორე სუბსტანციაზე, რასაც მოვიხმარდი. ამიტომ მეგობრებო, კვილი თუ გტკივა, მივდივარ სტომატოლოგთან, ხო? კი, ნიმეს თუ გტკივა კვილი, ნიმესილს იყიდი და დალევ ნიმესილს გაგიყუჩებს. მაგრამ გააყუჩებს 3 საათი, 4 საათი, შემდეგ მოდის ისევ ახალი ტკივილი, ხო? შემდეგ მეორე დღეს ისევ ყიდულობ ნიმესილს, ოღონდ უკვე ერთი პაჭკა არ აყუჩებს, მერე 2 გჭირდება, 3, მერე დექსალგინზე გადადიხარ. მერე ყბა გისივდება და მერე მაინც იძულებული ხარ კბილზე მიხვიდე, ოღონდ შეიძლება უკვე სხვა კბილებიც გააფუჭე. ზუსტად მარტივი პრინციპია იგივე აქაც, ოღონდ ბევრად ამანგრეველი შედეგი. ამიტომ მეგობრებო, ჩემი რეკომენდაცია იქნება სააფთიაქო ამ ფსიქოტროპულებს არ გაიკაროთ, თუ ვინმეს მგონია რომ რაღაც მეტადონი უფრო ძლიერი პრეპარატია და რთულია და ლირიკას მარტივად გადავაგდებ, მან გაბაგამას ან ბაკლოსანს
დამიჯერე წარეთ ცდები და ამას პირადი გამოცდილებით გეუბნები ყველა ჩამოთვლილი პრეპარატის ტკივილი და სიმწარე ვიცი სათითაოდ 10 წლიანი გამოცდილება მაქვს და იმდენი მაქვს მიღებული, ალბათ ერთ 3 აფთიაქს გავხსნედი ფილიალს. ამიტომ პრაქტიკულად მესმის რაც არის ეგ ყველაფერი როგორც მუშაობს და არავის არ გირჩევთ მეგობრებო, მოკლედ რაღაც ამ პრეპარატების ჩაანაცვლოთ იმას, რასაც ეხლა აკეთებ. თუ აპირებთ გადაგდებას ნარკოტიკის, გადააგდებთ ყოველგვარი ფსიქოტროპული აბების გარეშე. მე ყველას გისურვებ პოზიტიურ და მშვიდ დღეს. მადლობა.